აი წარმოიდგინეთ, რა ხდება, როდესაც დედის მოწესრიგებულ მშვიდ სამყაროს შვილის აუხსნელი ღრმა სევდა თავდაღირა აყენებს. მოდით ერთად ჩავიხედოთ ერთი დედის შიშებით სავსე გონებაში და გავიგოთ რა იმალება ამ გამოუთქმელი ჯავრის მიღმა. ეს არის ამბავი, რომელიც ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი ფურცლებიდანაა. ხო, ზუსტად ამ კითხვაზეა მთელი ეს ამბავი აგებული. ეს არის ერთგვარი ემოციური საიდუმლო, რომელიც იწყება მაშინ, როცა დედა-შვილს შორის კავშირი წყდება. ანუ, როცა დედის უსაზღრო სიყვარულს შვილის ყრუდუმილი ხვდება. მაშასე, შვილის აუხსნელი სევდა. საინტერესო ისაა, რომ ეს ამბავი რაღაც დიდი კრიზისით კი არ იწყება, არამედ ერთი ძალიან უბრალო დედობრივი სურვილით. ჩვენი ისტორიის ცენტრში ოთარ ანთქვრივია. ხომ იცით, ისეთი ძლიერი ქალი, რომლისთვისაც მთელი სამყარო თავის ერთადერთ ვაჟს, 21 წლის გიორგის გარშემო ბრუნავს. მოусმინეთ ამ სიტყვებს. ეს ხომ უბრალოდ ფრაზა არაა, ეს მთელი მისი სულის ზახილია. ანუ, მეტი არაფერი უნდა, მხოლოდ ის, რაზეც ალბათ ყველა დედა ოცნებობს. შვილის ბედნიერება ნახოს, შვილი მოეფეროს, მაგრამ აი სწორედ ეს ერთი, უბრალო ოცნება იქცევა მალე საშინელ კოშმარად. იცით, ამ ბოლო დროს რაღაც შეიცვალა. დედის გამჭრია ხთვალს, რა თქმა უნდა, არ გამოხპარვია, რომ მის შვილს, მის გიორგის, რაღაც უცნაური რაღაც ბნელი ჩრდილი დაადგა. და ის სულება რაში გამოიხატება? აი ნახეთ. უცებ გუნება ეცვლება, სულ უფრო და უფრო იღრმება, თითქოს რაღაც საკუთარ სამყაროში იკეტება, ღრმა სევდა ეუფლება. წარმოიდგინეთ, საათობით წევს გარეთ და უბრალოდ ცას შეხურებს. ანუ ეს რაღაც წამიერი უხასიათობა კი არაა, ეს არის მუდმივი ღრმა მელანქოლია, რომელიც მის შვილს თითქოს შიგნიდან ჭამს და დედა ამას რა თქმა უნდა ვეღარ უგულებელყოფს. და აი ვუახლოვდებით დუმილის კედელს. ხვდებით ხომ, კავშირის დამყარების მცდელობა მათ შორის არსებულ უზარმაზარ დისტანციას კიდევ უფრო ნათელს ხდის. დედა ხვდება, რომ შორიდან ყურება უკვე შეუძლებელია და გადაწყვეტს პირდაპირ დაელაპარაკოს გიორგის. აი ამ სიტყვებით მიმართავს. ეს ხომ უბრალო კითხვა არაა, ეს ვედრებაა. ის ყველაზე მთავარ არგუმენტს იყენებს. დედა ვარ შენი. იმედი აქვს, რომ ეს მაინც გაჭრის, რომ შვილი გულს გადაუშლის. მაგრამ პასუხად რას იღებს? არაფერს. პირდაპირ კედელს აწყდება. აი შეხედეთ ამ დიალოგს. დედა ეხვეწება, შენს გულში ჩამახედეო. შვილი კი პასუხობს, უკვე ჩამიხედინია და იქ მარტო მე ვარო. დედა ეუბნება, რომ კაცი სულ ერთ გუნებაზე ვერ იქნება. გიორგი კი სრულიად გაუგებრად რაღაც გამოცანებით პასუხობს. ხვდებით, მათ შორის უფსკრული უბრალოდ კი არ არის, წამიდან წამამდე ღრმავდება. და იცით, დედა აქ არ ჩერდება. ის ხომ მხოლოდ ზოგად შეგრძნებებს არ ეყრდნობა, არა. მას კონკრეტული მტკიცებულებები აქვს, მომენტები, რომლებიც საკუთარი თვალით ნახა და რომლებიც აჩვენებს, რომ მისი შვილი თითქოს სულ სხვაგანა, სადღაც სამყაროსგან მოწყვეტილი. აი მაგალითად იხსენებს, როგორ იპოვა ვენახში ბარზე დაყრდნობილი, რომელიც მიწას ისე ჩასცქეროდა, თითქოს მეხი დაეცაო. ან კიდევ სადილის დროს პირში ლუკმა გაჭრილი, გაშეშებული თითქოს კლდის პირას იდგა. ეს მომენტები კადრებით ცოცხლდება მის გონებაში და ეს არის მისი შვილის გაუცხოების ნამდვილი მწარე ქრონიკა. მოკლედ, დღე ასე მთავრდება და იწყება უძილო გამოძიება. ღამე დგება და დედის გონებაც იწყებს მუშაობას. იმ ღამეს, როცა ძილი არ ეკარება, მისი გონება იქცება ერთგვარ დეტექტივის ოფისად, სადაც ყველა შესაძლო ვერსია განიხილება. და პირველი თეორია, რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი და უწყინარია, სიყვარული. იქნებ ვინმე შეუყვარდა. ეს ხომ იმედიანი ფიქრია, არა? მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა. კაი, თუ შეუყვარდა და ბედნიერია, რატომ უმალავს ამას მას, დედამისს? როცა ეს ვერსია არ მუშაობს, მისი ფიქრები უკვე უფრო ბნელ, უფრო ირაციონალურ მხარეს მიდის. იქნებ ჯადუა, უცებ იხსენებს, როგორ შეეცვალა გიორგის გაუმეტყველება, როცა ვიღაცამ შემთხვევით ეს სიტყვა ახსენა. და მერე იწყება ეჭვები. მართლა კი მიუხვდი, ეკითხება საკუთარ თავს. ანუ, სწორ კვალზე ვარ საერთოდ, თუ ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაყოფია და პასუხს სულ სხვაგან უნდა ვეძებდე. და აი, ეს კითხვა იქნებ სულ სხვა რამეა. კარს უღებს ყველაზე ბნელ, ყველაზე საზარელ შესაძლებლობებს. აქ მოდის ყველაზე მძიმე გაცნობიერება, რომელსაც ამ ფრაზაშია თავმოყრილი. ადამიანის გული მართლა თვალუწვდენელი ორმოა. და უცებ ხვდება, რომ იქნების საერთოდ არ იცნობს საკუთარ შვილს. და ვინ იცის, რა იმალება მისი სულის სიღრმეში. და ახლა დედის ყველაზე ბნელი შიშები. მის ქაოსურ ფიქრებში უცებ ერთი კონკრეტული მოგონება ტივტივდება. რაღაც, რაც 2 წლის წინ მოხდა და რისთვისაც მაშინ სიმართლე გითხრათ დიდად ყურადღება არც მიუქცევია. რა მოხდა 2 წლის წინ? გიორგიმ მამის თოფი აიღო და სახლიდან წავიდა, გაუჩინარდა. მთელი 3 დღე არ გამოჩენილა და როცა დაბრუნდა, ხელცარიელი იყო. უბრალოდ თქვა, სანადიროდ ვიყავიო. მაშინ როგორც გითხარით, ამას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა, მაგრამ ახლა ეს მოგონება სრულიად ახალ საზარელ მნიშვნელობას იძენს. და რატომ? იმიტომ რომ დეტალები არ ჯდება ლოგიკაში.
გიორგი ხო დახელოვნებული მონადირე იყო, მამამისივით და ნადირობიდან ხელცარიელი არასდროს დაბრუნებულა. დედა ახლა ხვდება, რომ შვილის ეს გაუთავებელი სევდა სწორედ იმ შემთხვევიდან დაიწყო. თითქოს მას შემდეგ რაღაც მძიმე ლოდი დააცვა გულზე. აი, ასე იქცევა ერთი შეხედვით უბრალო ამბავი დედის გონებაში პოტენციური დანაშაულის სცენად. და მისი ფიქრები უკვე ისეთ კოშმარში გადადის, რომ ერთადერთი გამოსავალი ლოცვა. ის ღმერთს ევედრება, რომ ეს ფიქრები თავიდან მოაშოროს, რადგან მისი გონება უკვე ისეთ საზარელ დასკვნებს აკეთებს, რომელთა გაფიქრებაც კი არ უნდა. და აი, საიდუმლოს სიმძიმე. ღამეთ ენდება, მაგრამ ამ განთიად შვება არ მოაქვს. პირიქით, რჩება მხოლოდ საშინელი დაღლილობა, რომელიც შიშთან ჭიდილში გატარებულ უძილო ღამეს ახლავს. ამ მომენტისთვის უკვე ყველაფერი ერთმანეთში ირევა. მისი ფიქრები პირდაპირ კოშმარად იქცევა, ხოლო ხანმოკლე ძილიც კი სავსეა ტანჯული ყვირილით, ღმერთო მიხსენ. ზღვარი ცნობიერებასა და კოშმარს შორის ფაქტობრივად წაშლილია. და საბოლოოდ მთელი ეს ემოციური ქარიშხალი ერთ რამემდე დადის. დედა, შვილი და მათ შორის ჩამდგარი, ერთადერთი უპასუხო კითხვა, რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ხო, და ეს ისტორია ზუსტად ამ მძიმე კითხვას გვიტოვებს ყველას. დაფიქრებულ ხართ? როდესაც დუმილი ერთადერთი პასუხია, ჩვენ ხომ მის ამოსავსებად 1000 გვარ ამბავს ვიგონებთ. და რა ხდება მაშინ, თუ ჩვენივე გონებაში შექმნილი კოშმარი სინამდვილეში რეალობაზე ბევრად უფრო საშინელია?